მოგესალმებით მეგობრებო, ასეთია ჩემი ერთი დილა სოფელში. მართალია ყვარელი სოფელი არ არის, მაგრამ ჩემი ჩაცმულობიდან გამომდინარე ასე სჯობს. რა ვქნა, ძალიან მიყვარს ყინულების ჩამოგდება, ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა. მაგრამ თავში რომ დამცემოდა, განტვირთვა აღარ იქნებოდა. შემდეგ გავეშურე ქათმებთან. გავუმზადე მარცვლეულის ასორტი და მივართვი. ვირომადლიო ჩემზეა ნათქვამი, ზედაც არ შევამხედეს და ზურგი მაქციეს. ავდექი და ესე მივუყარე, რაც გინდა ის ქენით, მე გინდა ჭამეთ და რაც გინდა ისე გიქნიათ თქო რა. ეს ქათამები ესენი. ამას ერთი ხელის მოსმით როგორ კეტავენ, ძალიან მიეკვირს, იმიტომ რომ დავიტანჯე. ძალიან დიდი ბოდიში ხა გემოვნება გქონია, სიმინდი გვიყვარს ბოდიში. ჭამეთ ხა ეს დროზე. ეს ტაშტიც ჩემი გასარეცხია და ჩემი დაბადება მოისპოსტა. რატო დავიბადე საერთოდ ამ ქვეყანაზე ამ უწყლობაში? კვერცხების რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ მეტი შეეძლოთ ამ ქათმებს. არა, კარგია რას ვერჩი. ბრავო ქათმებს, ბრავო, ბის. დიდი მადლობა. გაიხარეთ, გამრავლდით. მადლობა გადავუხადე, მაგრამ წეღანდელი არ დამვიწყებია და ესე მივუხურე ხვირწინ კარი. როგორც ხედავთ, ძალიან მიყვარს დილის რუტინა. განსაკუთრებით აი ეს ახალი დადებული კვერცხები. აი აქ უკვე მივდივარ ხელის დასაბანად, მაგრამ წყალი არ არის და ალბათ მოვიჭრი. გზაში შევამჩნიე ეს ლოლოები და ვიფიქრე ჩამოვღრი და თან ხელებს დავიბან თოხში თქო. მაგრამ ჩემს მიზანს პრობლემები შეექმნა და ხელიც ტყუილად გამეყინა. ნახვამდის.